რადიო მედეფემ წარმოგიდგენთ. მათთვის, ვინც ცხოვრების ჯანსაღწეს ირჩევს და დილით ადრე იღვიძებს. მათთვის, ვინც ახალ დღეს განახლებული ენერგიით ხვდება. ვინც ცნობის მოყვარია. ვინც მხიარულია. ვისაც უყვარს რადიო. და უსმენს მედეფემს. ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, დილის 8-დან 10 საათამდე. ყველაზე ენერგიული, ყველაზე ჯანსაღი და ყველაზე მატონიზირებელი. დილის გადაცემა ვიტამინი. რადიო მედეფემის ეთერში. ტალღაზე FM 103. მაშინ მეგობრებო, კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა ყოველს ეკახოსიაშვილი თამნაბოჭორიშვილი მოგესალმებით და რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით მივესალმებით ჩვენს დღევანდელ სტუმარს. თბილისის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორია დღეს ჩვენთან სტუმრად, ქავატონი ეკა სანიკიძე. დილამშვიდობისა ქავატონი ეკა, მიხარია რომ ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს. მოგესალმებით. და ძალიან საინტერესოა ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს ჩვენ ვისაუბრეთ იმ აქციების შესახებ, რომელიც თქვენთან ტარდებოდა. მაინტერესებს რამდენად წარმატებით განხორციელდა შემდეგ უკვე ეს და ზოგადად მოდით კიდევ ერთხელ ჩვენ მსმენელს ასე ვთქვათ გავახსენოთ, შევახსენოთ თავი, ვისაუბროთ თბილისის აი ონკოლოგიური ცენტრის შესახებ და შემდეგ უკვე მივყვებით თანმიმდევრულად იმ პრობლემებს შევეხებით, რომელიც დღეს როგორც უკვე აღნიშნე საკმაოდ აქტუალურია და საჭიროა საკითხებს უნდა გადავხედოთ. დიდი მადლობა მოწვევისათვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია მაყურებელს გამუდმებით პერიოდულად შევახსენოთ იმის შესახებ, როგორ მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობის შესახებ შევახსენოთ პერიოდულად. ვინაიდან ამის გარეშე შეუძლებელია ვიზრუნოთ ჩვენს მომავალზე, ჩვენს ოჯახებზე, ჩვენს შვილებზე და ჩვენს ქვეყანაზე ზოგადად, იმიტომ რომ პირველ რიგში გვჭირდება ჯანმრთელი სხეული, რომელშიც უნდა ბუდობდეს აუცილებლად ჯანმრთელი სული და ზნეობრივად, მორალურად, ფიზიკურად ძლიერებმა უნდა შევძლოთ, მხნედ უნდა ვიყოთ. ეხლა ძალიან ჭირდება ჩვენს ოჯახებსაც და ჩვენს ქვეყანასაც ჩვენგან. ამიტომ მე მშვიდობიან დილას, მშვენიერ ჯანს და კარგ ხასიათს უსურვებ ჩვენს მსმენელს და დილიდანვე ასე ვთქვათ არასასიამოვნო თემებზე რო არ ვისაუბროთ, უბრალოდ შევახსენებთ, რომ ონკოლოგიური დაავადებების გაახალგაზრდავება, გამრავლება, მისი როგორც ვსაუბროთ პრევალენტობის მომატება არის ძალიან ტიპიური, ნამდვილად აქტუალური თანამედროვეობისთვის 21 საუკუნისთვის. სხვა დაავადებებთან ერთად, რა თქმა უნდა, გულსიცრუთა დაავადებები, მათ შორის და ალერგიული დაავადებები ცნობილია, რომ 21 საუკუნე ფაქტობრივად ამ დაავადებებს მიეძღვნა, თუმცა ონკოლოგიური დაავადებები სამწუხაროდ თავის პირველობას არ თმობს. ეს შემთხვევა, როდესაც სასურველი იქნებოდა, რა თქმა უნდა, მისი შემცირება, მაგრამ დადებითი მხარე ონკოლოგიაში გახლავთ ის და დადებითი მიღწევები, ასე ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სტრესების, ქიმიური აგენტების, სხვადასხვა ონკო, ასე ვთქვათ, რისკ ფაქტორების მომატების გამო მომატებულმა აი ამ სიმსივნურმა დაავადებებმა თავი იჩინა, არსებობს სამაგიერო დიაგნოსტიკური მეთოდების და სკრინინგული მეთოდების გადახვეწა, გაძლიერება, წინსვლა, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ნაადრევ სტადიაზე გამოვავლინოთ. არსებობს სამეცნიერო კვლევები, რომლებიც იმასაც კი ამტკიცებენ, რომ სინამდვილეში შეიძლება კი არ მოიმატა ამდენად სიმსივნურმა დაავადებებმა, არამედ გამოვლენა გაუმჯობეს და ამ ასაკში. შესაბამისად, ჩვენ გვახსოვს ალბათ იმ თაობას ვეკუთვნით, როდესაც ჩვენ გარშემო ნათესავებს, მეზობლებს, მეგობრებს სამწუხაროდ ჰქონდათ ეს დაავადებები, გავიგებდით, რომ აი უკანასკნელ სტადიაზე გამოვლინდებოდა, ვერ შველოდნენ ან ძალიან
კურსს და განაჩენილით იყო ნამდვილად. უკვე მთავრდებოდა ცხოვრება. რა თქმა უნდა და ამიტომ დარჩა ეცით ჩვენს ცნობიერებაში ასეთ სტიგმად, ერთგვარ ასე ვთქვათ სტრესად და როგორც კი გავიგებთ სიფსივნურ დაავადებას, რა თქმა უნდა ეს ჩვენთვის რაღაცა პანიკა. თუმცა ნამდვილად მედიცინა უსწრაფესად მიქრის, რასაც ქვია წინ, იმდენად რომ შეიძლება ვერც ვეწევით და ამიტომ ყოველდღიურად ახალი და ახალი აღმოჩენებია. მე მინდა აქვე ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ვინაიდან საუბრობთ დროულ გამოვლენაზე, ვერავინ ვერ მოვა სახლში და ვერ გამოგვიკლებს ჩვენ. და როდესაც ხდება სწორედ მედია სივრცით თუ სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით, რეკლამირება კი არა. როგორც ეწოდება სამწუხაროდ ხანდახან, არამედ ინფორმირება, საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოება, ეს არ არის შემთხვევით, ეს არის ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ნაწილი. აი მე მინდა გითხრათ, რომ ნორმალურ ქვეყნებში ნებისმიერი სამსახურის მუშაობა, ნებისმიერი პროგრამის მუშაობა ვერ შეფასდება დამაკმაყოფილებლად და კარგად, თუ მას ეს ხაზი, რასაც ქვია საინფორმაციო საგანმანათლებლო ხაზი არ აქვს საერთოდ, ან სუსტი აქვს ეს რგოლი. და ის არ არის მაინდა-მაინც მარკეტინგზე მიმართული, იმიტომ რომ არსებობს სახელმწიფო პროგრამები, როგორც არის ჩვენთან სკრინინგის პროგრამა ონკოლოგიური დაავადებების დროული გამოვლენისთვის, რომლებიც ნამდვილად უფასოა. ამიტომ რომ მარკეტინგზეა ხომ აქ საუბარი, აქ საუბარია სწორედ ინფორმირებაზე, მოსახლეობის რომ მან დროულად მიმართოს. და აი აქედან მინდა ამოვწიოთ ჩვენი საუბარი და შემდეგ უკვე მივიდეთ ჩვენი ცენტრის შესაძლებლობამდე. პირველი და მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ როდესაც ახლა გუსმენთ ჩვენი მსმენელი მშვენივრად გრძნობს თავს არის სახში და ვუსურებთ მას რა თქმა უნდა ჯანმრთელობას, უნდა იყოს ყურადღებით ყოველ დღე თავის თავს კითხოს, ხომ არაფერი შეიცვალა, ხომ არაფერი მოხდა მის ცხოვრებაში ისეთი, რაც განსხვავებულია და ასე ვთქვათ, კარგად ყოფნის, აი აქვთ ეს ტერმინი უცხოეთში well-being არა, რატოა ეს ტერმინი? იმიტომ რომ აი ეს კარგად ყოფნის შეგრძნება, ფასდება ნორმალურ პრაქტიკულად ჯანმრთელი ჩვენ რო ვიტყოდით წარსულში მდგომარეობად, ხოლო თუ ეს well-being-ის სინდრომი არ აგაგდა, რაღაცა გაწუხებს. რა თქმა უნდა მიაქციო მას ყურადღებას. თუ ის ერთჯერადია, მალე გადის ძალიან ესეთი მცირე ინტენსივობის არის და იშვიათია, რა თქმა უნდა შესაძლებელია დაუკავშიროთ გადაღლას, სტრესს, რაღაც კონკრეტულ სიტუაციას, მაგრამ თუ ის მუდმივი ხდება და ხანგრძლივი ხდება და მით უმეტეს ამას უკვე ერთვის გარკვეული ლოკალური სიმპტომები, მაშინ რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ყურადღება მივაქციოთ ჩვენ თავს. განსაკუთრებით ვინ უნდა იყოს ყურადღებას? ადამიანები, რომელსაც აქვს ქიმიკატებთან თუ რადიაციულ გამოსხებთან, თუნდაც ჩვეულებრივ ინსოლაციასთან კავშირი, ვისაც აქვს გარკვეულ ასეთ სამრეწველო, ასე ვთქვათ, მტვერთან კავშირი და ასე შემდეგ, ვისაც აქვს გენეტიკური მიდრეკილება, ანუ ყავდა სიმსივნური დაავადებით, სამწუხაროდ მშობლები და სხვა პირველ რიგის ნათესავები და დავშოთ ბებია ბაბუები, დეიდებიც კი, თუნდაც მაგალითად მკერდის დაავადების ძუძუს კიბოს დროს მოიაზრება ეს ახლო წრე, ბუნებრივია ამ ადამიანებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ სიმპტომებს, ასე ვთქვათ, თუნდაც ის ძალიან მცირე და უმნიშვნელოდ ვლინდებოდეს. მით უფრო თუ ისინი არიან მწეველები და უშუალოდ ჭარბი მომხმარებლები ალკოჰოლის და ასე შემდეგ რისკ ფაქტორები, ვისაც აქვს მეტი, ვინც მეტად არის მიდრეკილი ამ დაავადების განვითარებისაკენ. რა არის შემდგომი ეტაპი ამ გზაზე? ბუნებრივია თუ ჩივილები უკვე ფაქტობრივად გამოხატული არის და არ გვანებებს თავს, არ არის აუცილებელი მივიყვანოთ ის სრულ გამოვლენამდე. სასურველია რომ სწორედ გამოვიყენოთ თუ ეს ჩივილები შეესაბამება ლოკალური სიმპტომატიკის მიხედვით შესაბამის სკრინინგულ კვლევებს, იმიტომ რომ სკრინინგი ყველაფრის არ არსებობს, არსებობს სწორი ნაწლავის დაავადებები, სწორი ნაწლავის კიბოსი, საჟულოსნოს ყელის ძუძუსი, ხო? თუ აი ამ ფარგლებში ვჯდებთ, რა თქმა უნდა, სკრინინგის პროგრამა უნდა გამოვიყენოთ, მივიდეთ და პირველადი გამოკვლევები ჩავიტაროთ. აქვე მინდა განვმარტო მოსახლეობას, ხშირად ეშლება რა არის სკრინინგი. სკრინინგი სწორედ არის შესაძლო ავადობაზე ჯანმრთელი მოსახლეობის კვლევა. ფაქტობრივად თუ ჩივილი გაქვს, მაგ დროს კი არ უნდა მიხვიდე. არამედ იმ წელიწადში ერთხელ, ორ წელიწადში ერთხელ, როგორც არის პროგრამულად. პროფილაქტიკისთვის. აი თუნდაც ჩვენ ხა ეს ამი ქალბატონებს ხედავთ, ხომ ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი შვილების, ჩვენი ოჯახის წინაშე, ჩვენი ჯანმრთელობის წინაშე ყოველ ორ წელიწადში ჩავიტაროთ ეს კვლევა. მით უმეტეს, მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს დაუშვათ სიმპტომები, მით უმეტეს, რომ ეს ჩვენთვის ძალიან ხელმისაწვდომია. ანუ ეს არ არის ერთ კლინიკაში დანერგილი
დანერგილი. ეს არის მარტო თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში დანერგილი და ასე შემდეგ, ხო? ეს არის ეროვნული სკრინინგ პროგრამა, რომელიც რამოდენიმე, ასე ვთქვათ, საქართველოს მასშტაბით არის რამოდენიმე დაწესებულებაზე კონტრაქტორების სახით ისინი მუშაობენ ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან დანერგილი და შესაბამისად შეუძლია ნებისმიერ ტერიტორიული ხელმისაწვდომობის პრინციპით, იმიტომ რომ ფინანსური ხელმისაწვდომობა ცხადია, არსებობს მიმართოს. თუმცა აქვე გამომარტავ ჩვენს მოსახლეობას, რომ ზოგჯერ არ იციან, რომ ამას აქვს პერიოდულობა. ჩარშან თუ ჩაიტარა მამოგრაფია, წელს ის ვერ ჩაიტარებს, იმიტომ რომ ეკუთვნის 2 წელიწადში ერთხელ. ეს არ არის თანხების დაზოგვის გამო, ეს უბრალოდ კვლევებით დადასტურებულია, რომ ყოველ წელს არ არის საჭირო. ეს არ არის ისეთი დაავადება, რომ ეს ეხლა ყოველ წუთას შეიძლება ვამოწყო. 2 წელიწადში ერთხელ სრულად საკმარისია, ასე იქნა მიღებული კვლევების შედეგად, ასე ვთქვათ, დასკვნა და ამიტომ არის და ასე. თუ ალბათ ამ ხანდახან ჩვენი ქალბატონები, არა, ნუ ეს სხვა თემა, რა თქმა უნდა, ამასაც აღნიშნეთ. ხანდახან ჩვენი ქალბატონები ამის გამო ცოტა ნერვიულობენ, ჭკუბობენ, რომ რატომ მეკუთვნის და ნუ ვუხსნით, რა თქმა უნდა, ეგუშითაც ქონდა ასეთი შემთხვევა. რა უნდა მოიმოქმედოს ამ დროს ადამიანმა? ბუნებრივია, მე მესმის, რომ ძალიან ძნელია ამაში თანხა გადაიხადო, მაგრამ არსებობს სადაზღვევო პროგრამები, არსებობს თორშეთ პირველად ჯანდაცემის შეიძლება მივმართოთ, რომ იქაურმა ჯერ თერაპევტმა მივმართოს იქაურო დავშოთ ონკოლოგთან და იმ ონკოლოგმა თუ საჭიროდ ჩათვლის უკვე მოგმართოს ჩვენ. იმ შემთხვევაში, როცა სკრინინგის პროგრამაში პიროვნება ასაკობრივი თუ საცხოვრებლის მიხედვით თუ თუნდაც აი ამ პერიოდულობის გამო არ ჯდება, რა თქმა უნდა, მას შეიძლება რაღაც გარკვეული თანხის გადახდა მოუწიოს, მაგრამ აი ამ დროს უკვე, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ დროს უკვე საუბრობთ არა სკრინინგზე. ამიტომ გავუსვი ხაზი, თუ სკრინინგი არის პრაქტიკულად ჯამთელი ადამიანის გამოკვლევა უბრალოდ შესაძლო ავადობაზე, ფარულად სუბკლინიკურად მიმდინარეზე, ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ საუბრობთ ჩივილის არსებობის დროს როგორ ვიქცევთ, ანუ უბრუნდებით აი ამ დასაწყის საუბრისას, როდესაც ჩივილი არსებობს, მაშინ რა თქმა უნდა არ უნდა დაველოდოთ ჩვენ სკრინინგით როდის რა გვეკუთვნის. ჩივილის არსებობის დროს ერთმნიშვნელოვნად იქნება ეს დაზღვევით დაფინანსებადი თუ არ დაფინანსებადი, ჩვენ გავიჭიროთ და მივმართოთ ექიმს. აი ეს არის ჩივილის არსი. ეს შორის ძველი ექიმები ძალიან კარგად იტყობდნენ ხოლმე მადლობა შენ ტკივილო, ჩვენი ქართველი ბავშვად ძველ ქართულ სამედიცინო წყაროებში შეხვდებით აი ამ სამადლობელს ტკივილის მიმართ. რატომ? იმიტომ რომ ეს არის პირველი სიმპტომი, რომელიც ადამიანს გამოახიზლებს, ნიშანს აძლევს, რომ წადი მიმართე დახმარებისათვის აქიმსა და მცოდნესა და მეცნიერსაო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს კულტურა, სამედიცინო კულტურა ისევე განვავითაროთ, როგორც ჩვენ ვავითარებთ ჩვეულებრივ ჩვენს ყოფით კულტურას, ხო მართალია? და თავის მოვლაში, რა თქმა უნდა, არ შედის მარტო თმის და ფრჩხილების მოწესრიგება, ან სახის მაკიაჟი, თავის მოვლაში პირველ რიგში შედის ჩვენი ფიზიკური, რა თქმა უნდა, მდგომარეობის. მით უმეტეს დროის ეს სწრაფად გარბეს, ეს სწრაფად მოდის ეს ხანდაზმული ასაკი, ასე ვთქვათ, სიბერე, რომელიც ტკბილი უნდა იყოს. აუცილებლად, იმიტომ რომ ადამიანი, როდესაც უკვე შედის ასაკში და მასზე მზრუნველობას იღებენ მისი შვილები და შვილიშვილები და მას პასუხისგებლობა ეხსნება, ხო, ოჯახის შენახვის და მოვლის. მას უნდა შეეძლოს, რომ აი ბოლო წლებში ისევე ისიამოვნოს, როგორც ბავშვობაში ისიამოვნა, ხო, მშობლების მოვლისაგან, ანუ როლები იცვლება. და ვერ ისიამოვნებს, ანუ ტკბილი სიბერე ვერანაირად ვერ ექნება ადამიანს, თუ ის აი ამ ჩვენს ასაკში, რა ასაკშიც ახლა ჩვენ ვარცხავს, ახლობთ დავშოთ 25-დან 45-50 წლამდე ასაკში საკმარისად არ გაიჯანსაღებს სწორი ცხოვრობით, სწორი კვებით და ასე შემდეგ. მეორე ეტაპი გაიაროს. სამწუხაროდ ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ. აი რაღაც ძალიან ყოველდღიურად და ყოფითად ვუყურებთ ამ ბოლო დროს ჩვენს ცხოვრებას და არასდროს არ ვფიქრობთ კარგი გაგებით ხვალეზე. შეიძლება ვფიქრობდეთ რაღაცის მოწყობაზე მატერიალურად, რომ რაღაცა დაუშვათ შვილებს დაუთოვოთ, მაგრამ არ ვფიქრობთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, საკუთარ სულიერ წონასწორობაზე, ხვალისთვის, ზეგისთვის და მით უმეტეს ჩვენი ცხოვრების, ასე ვთქვათ, ბოლო წლებისთვის. ამიტომ ამისთვის მუდმივად უნდა მოვემზადოთ, რა ასაკშიც არ უნდა ვიყოთ და პირველივე ნიშნისას მივმართოთ ექიმს. რა ხდება შემდგომ? თუ პირველადი ჯანდაცვის დონეზე ეს საკითხები გადაწყდება ხომ ძალიან კარგი, თუ არა და დღევანდელი პირველად ჯანდაცვა ნამდვილად უკვე საკმაოდ ძლიერია, ეს არ არის ისე მოდით ვებრძოლოთ, რომ წარმოქმნებს რა პოლიკლინიკის ექიმ არა იცის, ასე არ არის. იქაც, ნუ უამრავ გამოცდებს რო გავდივართ და უამრავ ასე ვთქვათ ტესტებს ვაბარებთ, ეს ყველამ უკვე ალბათ იცის. არა, მაგრამ ტრენინგი. შემდეგ კონკურენცია, იცით და ყველა
ახლა პოლიკლინიკაც არ ქვია, ესენი ძირითადად პოლიკლინიკური გაერთიანებები ან ჯანმრთელობის ცენტრები, ან დიაგნოსტიკური ცენტრებია და ასე შემდეგ, რომელიც უბრალოდ უბნობრიობის პრინციპით გარკვეულ მიმაგრებულ მოსახლეობას ემსახურებიან. ამიტომ იქ ყოველთვის ყავთ საკმაოდ ნორმალურად მომზადებული სამედიცინო პერსონალი. თუ პირველად ჯანდაცვის ექიმი ან პირველად ჯანდაცვის ასე ვთქვათ რგოლზე მომუშავე სპეციალისტი ბევრს ყავს კიდევაც ონკოლოგი მიუთითებს რომ აი ეს დონე კვლევების შენ არ ყოფნის და შენ გჭირდება კლინიკური დონე აქვე მინდა შევახსენო მაყურებელს რომ არსებობს დონეები ტიპები ხო სამედიცინო დაწესებულების მათ შორის სპეციალიზირებული სამედიცინო დაწესებულებები აი სწორედ სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში უშვებენ მაშინ როდესაც ეჭვი ჩდება დაუშვათ კონკრეტულ სპეციალიზირებულ ასე ვთქვათ პათოლოგიაზე და ამ შემთხვევაში ვისაუბროთ სიმსივნურ დაავადებებზე. თუ ჩათვალეს საჭირო და გააგზავნეს აუცილებლად უნდა მიმართოს, არ უნდა გადადოს, იმიტომ რომ აი სწორედ აქაც ვკარგავთ ხშირად დროს, რომ მე იმანი გამიშვა, ეგ წასვლის თავის ადამაკ, იქ ალბათ ძალიან ძვირია და ასე შემდეგ. აი აქ აუცილებლად უნდა შევჩერდე ფინანსური ხელმისაწვდომობის თემაზე, იმიტომ რომ ეს არის ფაქტობრივად ჯანდაცვის ასე ვთქვათ პოლიტიკის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. შევეხეთ ინფორმაციულ ხელმისაწვდომობას, შევეხეთ ტერიტორიულს და რაც შეეხება ფინანსურს. ბუნებრივია ყველაფერი ვერ დაფინანსდება დაზღვევით, იქ არის გარკვეული გამონაკლისები და ვერც აყოველთაო დაზღვევით. ასე მაგალითად ახლა ჩვენს კლინიკაში გეგმიური ამბულატორიული გამოკვლევის ნაწილი, რადგანაც ჩვენ არ ვართ პირველადი ჯანდაცვა, საყოველთაო დაზღვევით არ ფინანსდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარკვეულ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, არ უნდა გაიჭიროს პაციენტმა და ის აუცილებელი კვლევა დავუშვათ ონკომარკერზე კვლევა, რომელზედაც თუ იქნება საშუალება ჩვენ მე გვინდა რომ ერთი გადაცემა მიუძღვნოთ ონკომარკერები რომ გავაცნობიეროთ რატოა ეს მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა ამასთან ერთად ყოველთვის მიჩნდება ხოლმე როდესაც მაქვს პაციენტებთან ურთიერთობა და ზოგადად მოსახლეობ იგივე საკუთარ მეგობრებთან და ახლობლებთან ელემენტარული დაუშვათ ინფორმაცია მივაწოდო იმის შესახებ რომ არსებობს რამოდენიმე კვლევის მეთოდი რომელიც უნდა იქნას გამოყენებული აი ეს სიტყვა მკითხავენ მარჩიელებენ ჯერ ეს გამკეთე შემდეგ ის ეს არ არის ესე ამას ქვია დიფერენცირებული დიაგნოზირების პროცესი და როდესაც 3-4 გამოკვლევას უტარებენ არა იმისთვის რომ ერთი გამოკვლევით და ორი გამოკვლევით რაღაცა ან ვერ გაიგეს ან დაუშვათ უნდათ რომ ბევრი გამოკვლევა დანიშნონ და შესაბამისად მიიღონ ამაში გარკვეული თანხა არა აუცილებელი გამოკვლევები არსებობს სასურველი გამოკვლევები აი აუცილებელი გამოკვლევები უნდა ჩატარდეს რომ ექიმს კონდეს საშუალება დასვა ზუსტი დიაგნოზი აი ჩვენ ხშირად გვითხოვთ თუ ჩემგან ითხოვ 100%-იან დიაგნოზს ნუ medicinashi 100%-იან თითქმის არაფერია მაგრამ დაუშვათ 99% ითხოვ დიაგნოზს მაშინ შენ ეს გამოკვლევები უნდა ჩაიტარო. სხვაგვარად მე არ ვარ შენ შიგნით შენს ორგანიზმში უჯრედულ დონეზე, ქსოვილოვან დონეზე და მე ზუსტად ვერ გეტყვი. არის თუ არ არის სიმსივნე, ან თუ არის სიმსივნე, როგორი ტიპისაა, იმიტომ რომ სხვადასხვა ქსოვილოვანი სიმსივნე, სხვადასხვა ტიპისაა, სხვადასხვა ასაკში, სხვადასხვა რაც მთავარია. რატომ გჭირდება ზუსტი დიაგნოზი? აი ხშირად იტყვნენ ხოლმე ჩვენი ასე ვთქვათ წარსულის კორიფეები მედიცინის ხოლმე ჩვენ გვასწავლა ექიმობა ძალიან ხშირად იტყვნენ რომ 50% განკურნების ეს არის სწორი დიაგნოზი თუ მეტია რა კიდე თუ მეტია რატომ იმიტომ რომ თუ დიაგნოზი არ ვიცით ხოლმე ესეთი სიმპტომური და ნიშნების მიხედვით კურნალობა ანუ მიზეზს თუ არ ვებძვით არ არის რა თქმა უნდა ისეთივე შედეგიანი როგორც იქნება ეტიოლოგიური ანუ მიზეზზე მიმართული მკურნალობა ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენმა მსმენელმა გაითვალისწინოს რომ ის აუცილებელი ნუ თუ სასურველსაც ჩაიტარებს რომ ჩაზუსტდეს კარგად დიაგნოზი და მაქსიმალურად აი ზუსტად 100%-იან ზღვარს მიუახლოვდეს ამას რა სჯობს მაგრამ თუ არა აქვს შესაძლებლობა ის აუცილებელი ელემენტია ექიმს საშუალება მისცეს რომ სწორ დიაგნოზს მიუახლოვდეს ელემენტარულად იმის და მიხედვით თუ რომელი ქსოვილის არის სიმსივნე შეიძლება სულ არ იყოს ოპერაციული მკურნალობა საჭირო და იყოს ქიმიოთერაპია ან ქიმიოთერაპიას აზრი არ ქონდეს და იყოს საჭირო ჰორმონოთერაპია ეხლა როგორ მოვიქცეთ თუ არ ვიცით ეს დიაგნოზი ხომ სწორად ტიპი არ ვიცით სიმსივნის ნამდვილად ვერ დაიწყებთ რა თქმა უნდა თუ ტიპი არ ვიცით სიმსივნის ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ვერ შევარჩიოთ
ზუსტად მორგებული შედეგზე, დადებით შედეგზე ორიენტირებული მკურნალობა. და აი ამ შემთხვევაში მართლაც დავემსგავსებით, მაშინ უკვე ასე ვთქვათ, ქალბატონო ეკა, თქვენ ისე კარგად ჩამოაყალიბეთ ყველა ეტაპზე განსაკუთრებით დაწყებით და სკრინინგიდან დავიწყოთ, ხო და პრინციპში მეტნაკლებად ბოლო პერიოდის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია ჯანდაცვის სისტემის რო დაიწყო ეს სკრინინგები, იმიტომ რომ ბევრი რამის გამოვლენა და ბევრი სიტყვის გადარჩენა მოხერხდა. და მაინც რაც არ უნდა ვთქვათ, ეხლა ვერ გავექცევით იმას, რომ ეს ძალიან დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული და განსაკუთრებით შემდგომ უკვე ქიმიოთერაპიული ჩარევები თუ არის საჭირო. მართლა კოლოსალური თანხები და სოციალური მდგომარეობა საზოგადოების მაინც არ არის ასეთი. ყველაფერს გაიღებს ადამიანი, ბევრი ვიცით, სახლი კარი გაუყიდია და ეს თანხები მაინც არ ყოფნის. რაზეა ლაპარაკი? პირველი ნომერი ძახილის ნიშნის ქვეშ არის ჯანმრთელობა. და მაინც, ვართ არასასურველი დიაგნოზის ქვეშ. აი, ონკოლოგიური პროგრამები თუ არსებობს რამე. კიდევ მაინც წავიდეთ იმ მიმართულებით, რასაც ეს დაფინანსება ქვია, იმიტომ რომ ერთი მომენტია ხოლმე ერთი სტრესი და დარტყმა დიაგნოზის და მეორე მომენტია მე უკვე იმაზე ფიქრი რომ როგორ გამოძრე ამ მდგომარეობა. დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ ეხლა ლოგიკურად გადავალ შემდეგ ეტაპზე, ანუ ჩვენ ვისაუბრეთ დიაგნოსტიკაზე, მის სირთულეებზე, ვთქვით რომ ხშირად ფინანსდება, რა თქმა უნდა, საშუალოდ ნახევარი მაინც. ასე ვთქვათ, სხვადასხვა სადაზღვევო ბარათებით იქნება ის კერძო თუ საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევა, მაგრამ როდესაც გადავდივართ მკურნალობის ეტაპზე, აქ რა თქმა უნდა ვიცოდეთ, რომ შემუშავდა ზოგადად ონკოლოგიის ეროვნული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საბოლოო ჯამში იქნება ძალიან დიდი ნაწილი დაფარული ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის, ეს დაახლოებით 5 წლიანი სტრატეგია და ალბათ გაიწელება მე უკვე 20 წლიანი შუალედზე, იმიტომ რომ ყოველთვის გაწერა ხდება აი ასეთი სერიოზული პროგრამების 15 წლიან შუალედებზე. მაგრამ ამ ეტაპზე რაც ხდება, ეს ნამდვილად მისასალმებელი, იმიტომ რომ საქართველო არ არის კარგად განვითარებული ეკონომიურად ქვეყანა, ჩვენ ვითვლებით, სულ ცოტა ხნის წინ ვითვლებოდით ძიმე ასე ვთქვათ low income ეგრეთ წოდებულ ქვეყანად და ეხლა ვართ ოდნავ გაუმჯობესებულ მდგომარეობაში და ჩვენის თანაეკონომიკური მდგომარეობის ქვეყნისთვის ისეთი დაფინანსება, როგორც ეხლა აქ ონკოლოგიურ დაავადებებს 18 წლამდე სრულად იფარება და 18 წლის შემდეგ არის 70%-იანი და 80%-იანი დაფინანსება შესაბამისად ქირურგიულ მკურნალობაზე და ქიმიოთერაპიაზე და ჰორმონოთერაპიაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტის დასაფარი ხდება ქირურგიული მკურნალობის დროს დარჩენილი 30% და 20% ასე ვთქვათ ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპიის დროს. თუმცა აქ არის გასათვალისწინებელი ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში ესეთი მუნიციპალური სახელმწიფო ონკოლოგიური სტრუქტურა არ არსებობს. ეს ონკოლოგიური კლინიკები ყველა არის კერძო, მათ აქვთ თავიანთი ხარჯი, მათ აქვთ თავიანთი პრობლემები და გამომდინარე აქედან ყველას ფას წარმოქმნა ზოგადად რთული პროცესია და რამოდენიმე კომპონენტი მონაწილეობს. არა მარტო ხელფასით თუ კომუნალურით თუ წამლის თუ სახარჯი მასალით, სხვადასხვა გადასახადებით და იმ გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან შედგება, ხო, რომელიც ყოველთვის აქვს მედიცინას და ზოგადად რაც ამ სფეროში მოხვდი, დავასკვენი რომ ნამდვილად არ არის დიდად მომგებიანი სფერო, იმიტომ რომ პაციენტის სიცოცხლესთან გაქვს კავშირი და იქ ვერ გათვლი. ზოგჯერ შეიძლება იმაზე 10-ჯერ მეტი დაგეხარჯოს, ვიდრე გიდევს კალკულაციაში, იმიტომ რომ პაციენტს ეს დაჭირდა. კი, ეს მეორედად მე რეიწვევს პაციენტების გაღიზიანებას, რა თქმა უნდა, მაგრამ დამიჯერეთ რომ კლინიკის ზარალსაც, აი მე შემიძლია გითხრათ რომ 120 ოპერაციიდან 30 ოპერაცია არა თუ არ არის მომგებიანი. ზარალსაც გავსულობთ, იმიტომ რომ იქ ორჯერო ბრიგადის გამოძახება დაგჭირდება და უშუალოდ იქ დამატებით უფრო ძვირადღირებული მედიკამენტები დაგჭირდება სპეციალისტების გაუთვალისწინებელი. არსებობს ინდივიდუალურია ყოველს ორგანიზმი, ზოგი სწორად რეაგირებს, ზოგს ურთულდება, ზოგს დაუშვათ თანხლები, უფრო ხშირად არის როცა თანხლები დაავადებები აქვს და შესაბამისად ეს სტრესია ორგანიზმისთვის ნებისმიერი ჩარევა და ამ დროს ის თანხლები დაავადება შეიძლება თქვენ მე დაგესესხებით ჩვენ მე პერიოდის კორიფეებს, ქირურგებს განსაკუთრებით, რაც არ უნდა იცოდე, რაზე მიდიხარ, მუცელს რო გახსნი, იქ არასოდეს არ იცი რა დაგხვდება, რა თქმა უნდა. აი ეს ნამდვილად ასეა და ძალიან ხშირად სხვათა შორის ჩვენ ამას წინ ცოტა დავაც გქონდა ერთ-ერთ სადაზღვევოსთან და მაინც არ დაგვეცახნა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კოლეგები პროფესიონალების ხედავ სადაზღვევოს ახლა თავისი სპეციფიკა აქვს. აი არსებობს სწორედ სადიაგნოზო მიზნით ოპერაციები. ეს ჩვეულებრივი მიღებული ფაქტია, როდესაც ხდება
დიაგნოსტიკისთვის უფრო სწორედ ხდება ჩარევა, იმიტომ რომ ვიცით რეალურად რაც არის დიაგნოზი, მაგრამ ოპერაციის მასშტაბი განისაზღვრება ხოლმე იმითი, რაც იქ დაგხვდება, ხო? ამიტომ თუ დაგხვდება მცირე პროცესი, შეიძლება გაკეთდეს მცირე ოპერაცია და შენ წინასწარ დიდზე გქონდეს გადაცემული და შეცვალო და პირიქით შეიძლება დაგხვდეს დიდი პროცესი და გადაცემული გაქვს ინფორმაცია მცირეზე და იძულებული იყო გააკეთო დიდი. ამ შესაძლებელია გახსნა, ნახო, ამოიღო ეს პროცესი, დაელოდო მორფოლოგიის პასუხს და თუ ნახავ რომ, იმიტომ რომ სასტრაფო მორფოლოგიაც გვაქვს ჩვენ, სასტრაფო ციტოლოგიაც გვაქვს, მაგრამ ვერ ახერხებს იმ ნაწილში მაინც იდენტიფიცირება, ვერ გეუბნება ზუსტად. კიდევ ერთხელ არის ისეთი ქსოვილოვანი, ასე ვთქვათ, ცვლილებები, რომელიც შეიძლება, მით უმეტეს სასტრაფო მორფოლოგია და ციტოლოგია რას ნიშნავს, რომ მიხვდეს ახლა ჩვენი მსმენელებს, გახსნილია, დაძინებულია პაციენტი, მიმდინარეობს ოპერაცია, ამოღებულია სიმსივნური ქსოვილი და იმ 5 წუთში უნდა მოხდეს სასტრაფო მეთოდებით, უბრალოდ განსაზღვრა არის ეს სიმსივნე თუ არ არის. ანუ მიდგომა უნდა დარჩეს იგივე თუ უნდა გაფართოვდეს თუ უნდა შემცირდეს. ზოგჯერ ის ნაწილი, რომელიც არის ამოღებული და მიტანილი, ასე ვთქვათ, გამოკვლევისათვის არ აძლევს იდენტიფიცირებას. ან ეს სწრაფი მეთოდით არ ხდება იდენტიფიცირება, ხო, ყველა სიმსივნის. ამიტომ ვერ გეუბნება მორფოლოგი დარწმუნებით, გეუბნება რომ აქ არ ჩანს ისეთი ცვლილებები, რომ მთლიანად მოკვეთო ორგანო. ამ შემთხვევაში შენ რა თქმა უნდა მაქსიმალურად იღებ, ასუფთავებ, ტოვებ ორგანოს, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი არის ორგანოს შემანარჩუნებელი, ცხოვრების ხარისხის შემდგომ გაუბრჯა, ანუ ინვალიდობას ადრე ამბობდნენ ამ სიტყვას, ახლა აღარ ხმარობ, მაგრამ გასაგები რომ იყოს, ანუ ინვალიდობის პრევენციაზე მიმართული, თუნდაც სტრესზე და ფსიქოლოგიურ, ასე ვთქვათ, ტრავმის პრევენციაზე მიმართული მკურნალობა. ამ შემთხვევაში ბუნებრივია ჩვენ შეიძლება, მაგრამ მე აღმოჩნდეს რომ მაინც ჯობია რომ გაკეთდეს დიდი ოპერაცია, იმიტომ რომ იმ 2 კვირის მერე რომ მოდის უკვე საფუძვლიანად გაკეთებული მორფოლოგიის პასუხი, ან დაუშვათ მდგომარეობა მაინც იცვლება. შეიძლება მოხდეს მაინც გადაწყვეტილების მიღება, რომ აი ამ შემთხვევაშიც არის გაუგებრობა, აი არ იცოდნენ მაშინ ეს გააკეთეს, ახლა ამას აკეთებენ. რთულია მედიცინა, ძალიან რთულია, ამიტომ ამბობ ხა პაციენტს მედიცინას ვერ ასწავლე. ის კი არა ზოგჯერ ექიმი რო ყავს პაციენტი, ისიც კი ვერ გიგებს, ბოლომდე თუ შენ სფეროში გარკვევა არ მოინდომა, იმიტომ რომ დაუშვათ ხო თუმცა ექიმები უკეთ გვიგებენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის და მედპერსონალი. და რო არ გადავიდეთ და დავასრულოთ თქვენი შეკითხვა, ამის თქმა მინდა ზუსტად რომ დაფინანსების თემა ცოტა რთულია. ზუსტად 30% და ზუსტად 20% შეიძლება არ გამოვიდეს, იმიტომ რომ ჩვენი ფასიდან არ არის ის 30% და 70%. ორგანიზმის მოთხოვნილებიდან. ის ერთის მხრივ ეს და მეორეს მხრივ საკუთარი ტარიფი აქვს დაწესებული, ნუ მოკვლევიდან გამომდინარე. ჯანდაცვის სამინისტროს მას უდევს თავის ტარიფი და იმ ტარიფიდან ითვლის. ამიტომ შესაძლებელია პაციენტს და სინამდვილეში არსებული ფასის 40%-ის გადახდა მოუწიოს. ამ პირიქით ნაკლების გააჩნია დერეფანი, დაუშვათ ნაკლებია თუ მეტია დაუშვათ სახელმწიფოს მიერ გამოთვლილ ტარიფზე, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ მას სრულად არ უწევს გადახდა. ვიღაცა ჩუქნის იმ თანხას, ხო? ახლა საკუთარი ოჯახის წევრისთვის დამჭირდა ამას წინ ოპერაცია და ჩემთვის მაინც ძალიან დიდი შეღავათი იყო ის, რომ პროცენტულად რა თქმა უნდა, ნახევრის გადახდა მომიწია არც კი და მეორე ვიღაცამ მაჩუქა, ხო? ამ შემთხვევაში სახელმწიფომ და ჩემთვის ყოველ შემთხვევაში მამაჩემისთვის ეს იყო ძალიან სასიამოვნო, თუმცა მთელი ცხოვრება შრომობ და შენ შრომას უძღვნა შენ ქვეყანას, რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა რაღაცით მაინც დაუშვათ პენსიის ოდენობით არ მაგრამ გაჭირვების დროს რაღაცა ნახევარ თანხას მაინც ჯუქნის და გიხდის, მე ვფიქრობ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის ამ წუთას რა სტატუსიც გვაქვს, ამ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ეს უკვე საკმაოდ კარგი, ასე ვთქვათ, ჟესტია. უბრალოდ პატივისცემი ჟესტია. მადლობა ის თქმა უნდა ვისწავლოთ და შეგრძნება უნდა გქონდეს. უბრალოდ აქ არის ერთი მომენტი, ნამდვილად რომ თუ ეს ყველაფერი არ გაჩერდება, განვითარდება და წინ წავა, მაშინ ნამდვილად გვეშველება და თუ ახლა ასე კარგად დაწყებული საქმე, როგორც სამწუხაროდ საქართველოში რა ხდება, მე შეჩერდება ან რაღაცის გამო დაუშვათ. უკან დაიხევს, აი ეს ნამდვილად. მოდით შევეხოთ თქვენს კლინიკასაც, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ. სიამოვნებით. აი მივედით სწორედ იქამდე, რომ მკურნალობა უნდა ჩატარდეს სპეციალიზირებულ კლინიკაში. მე არ ვამბობ, რომ მაინც თბილისის სამედიცინო ცენტრში, თუმცა
მე მას წარმოვადგენ და თუ ჩვენთან მოგზანდებიან, ძალიან გაგვიხარდება, იმიტომ რომ მათ ეგ დახვდებათ პროფესიონალთა გუნდი, ძალიან თბილი გარემო. მე ვფიქრობ, რომ მაინც სანიტრით და ექთნით იწყება, იცით, კლინიკა, როდესაც უკვე საოპერაციოდ შედის იქ პაციენტი, იმიტომ რომ ის უნდა მოამზადონ, მას უნდა მოეფერონ, ის გაუკეთონ ეს პრემედიკაცია, ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად ყველანაირად უნდა შეუქმნა განწყობა. ადამიანი შედის ოპერაციაზე, უნდა გაჭრან, უნდა მოაშორონ რაღაცა, უნდა მოაჭრან ზოგჯერ. ისედაც შიშით შედის ამ ისედაც შედის საკმაოდ დაძაბული. ნუ ღვთისნებაა ყველაფერი, ამ დროს ძალიან დიდი როლი ენიჭება, რა თქმა უნდა, ადამიანის ზოგადად რწმენას, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენი ექიმებიც ყოველწუთზე შედიან, აქვთ იმის იმედი, რომ საკუთარი ცოდნის და გამოცდილების გარდა ექნებათ გამართლებაც, იმიტომ რომ არის ეს მომენტი და რა ვქნათ, ძალიან დახვეწ გამოცდილ პროფესიონალსაც შეიძლება ოპერაცია წაუვიდეს ცუდად, იმიტომ კი არა რაღაც შეცდომა დაუშვან, ნუ მოხდეს რაღაც ატიპიურად იყოს ის ძარღვი განლაგებული ნერვი, კუნთი და ასე შემდეგ. ხდება ასეთი რამ და რაღაცა გართულდეს, სისხლდენა ატყდეს და რა თქმა უნდა, არავინ არ არის. ნამდვილად არის ეს რთული, ისეთი სასიხარულო მოვლენაც კი როგორც არის ბავშვის დაბადება, იქაც შედის რა თქმა უნდა. აი გამოთქმა არსებობს ისევ ხომ შობიარო ქალსო ცალი ფეხის ამარეში უდგას. საიდან მოდის ეს გამოთქმა, რომ ყველა რა თქმა უნდა სასიამოვნო თუ არასასიამოვნო სამედიცინო ჩარევა და ასეთი ფიზიოლოგიური თუ პათოლოგიური მდგომარეობა ყოველთვის არის რისკთან დაკავშირებული. აი ამ რისკის შემცირება არის ჩვენი კლინიკის და ზოგადად მედიკების საქმე ბუნებრივია. ჩვენთან არის აბსოლუტურად ყველა მიმართულება ამ ეტაპზე ნევროლოგიური და ბრონხოპულმონური სიმსივნეების გარდა და შესაბამისად კანი, რბილი ქსოვილები, ძვალი, შინაგანი ორგანოები, ცლისყრის ქირურგია, შესაბამისად მამოლოგია, გინეკოლოგია, პროქტოლოგია, რა თქმა უნდა, თავკისერი, ყველა ეს მიმართულება არის წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა, რომ კლინიკა არ არის დიდი. თუმცა ახლა გვაქვს პატარა მატება და ძალიან გვიხარია, რომ უფრო გავიშლებით, უფრო თავისუფლად იქნებით და პირობებიც უკეთესი გვექნება, ცოტა გავლამაზდებით ამ ზაფხულსაც და შესაბამისად შევთავაზებთ უფრო სრულყოფილ სერვისს, დაწყებული აი ამ თბილი ადამიანური მოპყრობიდან სამედიცინო პერსონალის დამთავრებული პროფესიონალური ჩარევით და რაც ყველაზე მთავარი, აი ჩვენ მე პირადად თერაპიიდან მოვედი, მე არ ვარ არც ონკოლოგი, არც ქირურგი და ამიტომ ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ეს პოსტქირურგიული პოსტოპერაციული მოვლა და თუ რომელიმე კოლეგა გააკეთებდა ოპერაციას და მე არ აინტერესებდა. ყოველთვის მწყინდა ხოლმე. საბედნიეროდ თანამედროვე პირობებში ეს ძალიან შეიცვალა. ერთხელ არ შემოუხედია პალატაში. ჩვენთან არის აუცილებლად პირველი ასისტენტი იმავდროულად არის მკურნალი ექიმი, რაც მას ავალდებულებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ იდგა ოპერაციას და გააკეთა თავის საქმე, შემდეგშიც სწორედ მან მიხედოს. გაყოს ბოლომდე. რა თქმა უნდა, აქ ძალიან დიდი როლი ენიჭება სწორად მოვლას, დროულად ყველა იმ წამლის მიცემასა და გაკეთებას, რომელიც დანიშნულია, გადახვევების პროფესიონალურად გაკეთებას, ტკივილის შემსუბუქებას, მართვას ზოგადად ტკივილის როგორც მედიკამენტოზურად, ისე ფსიქოლოგიურად, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენთან დაწესებული, ვინაიდან მთელი განყოფილება ფაქტობრივად არის პოსტოპერაციული თავისი არსით, იმიტომ რომ რეალურად წვანან ან ოპერაციული პაციენტები, ან უკვე ხვალ და ან პერსპექტივაში 2-3 საათში იკეთებს ოპერაციას. ამიტომ ჩვენთან კატეგორიულად იგრძალება შემოსვლა თავდგომის. შესაბამისად არანაირი რეალია და ეს პალატაში 8 კაცი რო არის, ასეთი რამ არასოდეს არ ხდება. ისეთი გამონაკლისის, ნუ ამაზე აღარ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, მით უმეტეს ეხლა, როდესაც, იმიტომ ჩვენ არ ვიცით, ფეკალორალური გზით იქნება ის თუ ჰაერწოთვანი გზით ვის რას შემოუტანს. ქალბატონო ეგა, ვიცით რა მინდა კითხოთ პირველ რიგში ალბათ. მე მაინც ვფიქრობ, რომ თქვენი კოლექტივი, ასე ვთქვათ, ნამდვილად მიმართული ამ საუბრიდან გამომდინარე, რომც არ ვიცნობდე, ხო, მიმართულია იქითკენ, რა თქმა უნდა, გამოსავალი იყოს ძალიან კარგი. კიდევ ერთხელ გაუმეოროთ ჩვენს მოსახლეობას, რომ ავიცილოთ თავიდან ის ონკოლოგიური პრობლემები, რომელიც ჩვენ გვაქვს. რა შემთხვევაში და როგორ დავიწყოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე მიყურადება. ორიოდე სიტყვით, იმიტომ რომ პრაქტიკულად 2 წუთი. კი ბატონო, სიამოვნებით მე კიდევ ერთხელ მიმართავ მოსახლეობას, რომ პირველ რიგში თუ ის თავს ჯანმრთელად გრძნობს, ამის მიუხედავად, სკრინინგულად თუ არასკრინინგულად ეს მისი, ასე ვთქვათ, მენტალიტეტიდან თუ შესაძლებლობიდან თუ ასე ვთქვათ, დამოკიდებულებიდან გამომდინარე განსაზღვროს, მიმართოს პერიოდულად წელიწადში ერთხელ, 2 წელიწადში ერთხელ პროფილაქტიკური კვლევისათვის დაწესებულებას. თუ დაზღვეულია, მას კარგად შეხედოს ბარათში უწერია
პროფილაქტიკური კვლევების დაფინანსებაც და აუცილებლად ეს ჩაიტაროს. თუ ის ჯანმრთელად არ გრძნობ თავს და ჯივილი აქვს, მით უმეტეს პირველ რიგში თუ სპეციალიზირებულ კლინიკას თავიდანვე არ მიმართოს, მიმართოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას, რომ ის დააკვალიანოს არა მეზობელმა ნათესავმა და ასე შემდეგ, არამედ დააკვალიანოს პროფესიონალმა, განსწავლულმა, გამოცდილმა ექიმმა, ვის როდის და სად მიმართოს. ძალიან დიდი მადლობა ქალტონეკა. მე ეჭვიც არ მეპარებოდა რომ ჩვენი ბოლო შეხვედრიდან აგერ დღემდე თქვენთან კიდევ უფრო მეტი სიახლე იქნებოდა და ფაქტობრივად ითვლება რომ მე თქვენ არ გემშვიდობებით, რადგან ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვექნება საშუალება კიდევ ერთხელ შევხვდეთ ერთმანეთს თქვენთან ერთად ალბათ მე ვფიქრობ სპეციალისტიც აუცილებლად და კიდევ უფრო ასე ვთქვათ მეტ ინფორმაციას მივაწვდით ჩვენ მსმენელებს, იმიტომ რომ თქვენ აბსოლუტურად მე შემიძლია ვთქვა რომ ამომწურავად ასე ვთქვათ ისაუბრეთ და არაჩვეულებრივი რჩევებიც მოგვეცით. მე მინდა ჩვენ მსმენელს შევახსენოთ თბილისის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორი ეკა სანიკიძე იყო ჩვენთან სტუმრად, ამასობაში კი დრო მიილია, ეს იმას ნიშნავს რომ საინფორმაციო გამოშვებას უნდა დაუთმოთ ახლა ეთერი, ხოლო დილის 9-ის დახევრამდე გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. რადიო მედეფემ წარმოგიდგენთ მათთვის, ვინც ცხოვრების ჯანსაღწეს ირჩევს და დილით ადრე იღვიძებს. მათთვის, ვინც ახალ დღეს განახლებული ენერგიით ხვდება, ვინც ცნობის მოყვარია, ვინც მხიარულია ვისაც უყვარს რადიო და უსმენს მედეფემს. ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა დილის 8-დან 10 საათამდე ყველაზე ენერგიული, ყველაზე ჯანსაღი და ყველაზე მატონიზირებელი დილის გადაცემა ვიტამინი რადიო მედეფემის ეთერში ტალღაზე FM 103.